თქვენ არით ეს ადამიანი არ ითხოვდა ისა უკაცრავად გასაჯაროებას და საზოგადოება არ ითხოვდა გასაჯაროებას. წმინდა სინოდს რო ახსენეთ უკაცრავად არ მოისმინეს წმინდა სინოდის წევრებმა რაღაც უნდათ ახლა ეს ტელევიზორით მოესმინათ. თქვენივე თავს ეწინააღმდეგებით და საუბრობთ თითქოს წმინდა სინოდის შეკრების გამო იყო გამოტანილი ეს მასალა. ეწინააღმდეგება მაგაზე ნუ ვიკამათებთ რა წინასწარ ჯობს. დიდი ბოდიშით, მაგრამ თქვენ გამოდიხართ და მეუნებით რომ იარაღი მქონია და ის არა იარაღი გადამიცია მამა გიორგისთვის. რითი ამტკიცებთ ამას გამაგებინეთ? ის რაც მამა გიორგის წინააღმდეგ იქნებოდა ეს არის აუდიო განაწერებში და თქვენ რითი მიმტკიცებთ ამას რომ მე იარაღი ერთი წუთით მეთქი. დიახ, ისმენთ ბატონო მიხეილ. ერთი წუთი ახლა ეხლა ჩვენ თუ სასამართლო გისმენთ. არ გიყვირივარ, ჩემო კარგო, გესაუბრებდი რა. ჯერეთი აქ სასამართლო საფაიქრო სიტყვაში არ ვარ ჩვენ გასული. მქონდა. მაშინ დაადასტუროთ ეს ფაქტი რომ მე იარაღი მქონდა, ხო? გააქვთ ბატონო მიხეილ, გამადასტურებელი. მაგაზე როგორც ერთი წუთი ესა როგორც ვალდებულია პროკურატურამ დაადასტუროს ყველაფერი ის რაში ბრალი აქვს წაყენებული მამა გიორგის. ისევე დავადასტურებ და არ არის მე მგონი სანერვიულო თქვენ ხომ მიგაჩნიათ რომ მართალი ხართ მშვიდად იყავი რატომ ნერვიულო? სანერვიულო ის არის რომ მე მიწევს თქვენ სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა სულელურ ჩვენებებზე თქვენ მამა გიორგიმ და თქვენ თქვათ რომ მე ვატიკანში შევხვდი რომის პაპს ამასაც უნდა უპასუხო და უნდა პასუხი გავეც ისეთ სულელურ კითხვას როგორიც არის შევრინათ ერთგვარად თითქოს საკუთარი თავის მოწამლა უნდოდა რატომ უნდა დამშვიდე ხა გეუნებით რაც არის რეალობა და მაშინ ინერვიულე და მიიღე დასამშვიდებელი წამალი ეხლა არა არ ნერვიულობ მე სანერვიულობ არანაირად არ მაქვს საქმე ნამდვილად არ მაქვს ვესეთი უბრალოდ საზოგადოებას აყენებ შეურაცხყოფას გახლართული ხართ ამ საქმეში და ხა რაღაცა იძახით რომ იარაღი მეკუთვნოდა მე ხა ეს როგორ უნდა მივიღო მე ესე ჩვეულებრივად თქვენგან მე არ არის არა ნუ მიიღებთ მაგას ჩვეულებრივად არა ჩვეულებრივად მიიღებთ და რატო ამტკიცებთ მტკიცებით ფორმაში რატო საუბრობთ ამაზე